მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ვმყოფებით ჭაბა ზარქუას არხზე, YouTube-ზე. ეს არის ჩემი არხი, ეს არის ჩემი არხის ლოგო, რომელიც მიგვითითებს ტვინის და ნაწლავის ურთიერთობას. და მისი გამოწერით თქვენ უფრო გასტროენტეროლოგიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ და საინტერესო რაღაცების შესახებ იქნებით საქმის კურსში. ასევე მაქვს პოდკასტი, დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტი, რომელშიც უფრო მიმდინარე პრობლემებზე ვსაუბრობთ, ვიდრე ზოგადად სფეროში არსებულ პრობლემებზე. სფეროში არსებულ პრობლემებზე და სხვა თემებზე გასტროენტეროლოგიას შევეხები ხომ, სხვა თემებს დიდად არა. ამას აი დაახლოებით მსგავს ფორმატებში მოგახსენებთ ხოლმე. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ კვლევაზე, რომელიც არის აზიური კვლევა, იაპონური და რომელიც გამოქვეყნდა 2017 წელს. ასეთ კიდევ სხვა კვლევები იყო საკმაოდ მსუყე, რომლებიც დაიდო საფუძვლად ერთი პრინციპის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებებს რა. დღეს მსოფლიო იდეაში შეთანხმებულია, რომ რაღაც 7 წუთი რაღაცნაირად წყალგამყოფია გასტროსკოპიის დროს რა, ზედა ენდოსკოპიის ჩატარების დროს, რომ 7 წუთზე ნაკლებ დროში თუ ტარდება გასტროსკოპია, იზრდება ალბათობა რაღაცეების გამორჩენის და 7 წუთი ის ოპტიმალურია, როცა ექიმი წესით აი ყველა ბრმა წერტილის ნახვას ასრულებს და ამ შემდეგ. აი 7 წუთი ხასე ახირება კი არ არის, რაღაცემა მოიფიქრეს, რომ მოდი 7 არა, მოდი 10 იყოს და მოდი 43 იყოს. არა, მოიტანს კონკრეტულ რაღაცა მონაცემებზე იყო ეს დაყრდნობილი რა. ერთ-ერთი მსგავსი მონაცემი არის ეს კვლევა რა, რომელიც მინდოდა რომ თქვენთვის წარმომედგინე. ეს არის ვინც ახლა რატომღაც გასტროსკოპია არის საერთოდ რა არის და ეს ვიდეო აინტერესებს, აგერ მარტივად მოდი ვთქვათ, გასტროსკოპია რა არის? გასტროსკოპია არის პროცედურა ზედა მომნელებელი სისტემის დათვალიერება ნათურით, დრეკადი მილით, რომლის თავშიც მიმაგრებული არის ნათურა და სანათი და რომელიც ათვალიერებს საყლაპავს, კუდს, 12 ჯანმრთელს და ნახულობს იქ ბევრ საინტერესო რაღაცებს რა. ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერები, ექიმები აკვირდებოდნენ ძალიან ბევრ ადამიანს რა, 15773 ადამიანის მონაცემი გაანალიზეს. და ეს 15773 ადამიანი ვიღაცა რიგითებმა კი არ გამოიკვლიეს, არამედ ძალიან გამოცდილმა ექიმებმა რა, რომლებსაც გამოცდილი რას ერქვა ხა, ერქვა იმისეც, რომელსაც 1000 პროცედურაზე მეტი ჰქონდა გაკეთებული რა. ანუ არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ისე არ შეიძლებოდა გამორჩენოდათ რაღაცა წარმონაქმნები რა, საკმაოდ გამოცდილი ექიმები იყვნენ. ეს ექიმები დაიყო რამდენიმე ჯგუფად რა. ერთი ჯგუფი იყო აგერ ისინი, რომლებიც ძალიან სწრაფად მუშაობდნენ, საშუალოდ 4 წუთში აკეთებდნენ ხოლმე პროცედურებს. მეორენი იყვნენ ისეთები, რომლებიც საშუალო ტემპით მუშაობდნენ, საშუალოდ აკეთებდნენ 6.1 წუთში პროცედურებს, 5-დან 7 წუთამდე ანდომებდნენ პროცედურას. და მესამე ჯგუფი იყო ისეთი ექიმების, რომლებიც ძალიან ნელა მუშაობდნენ და საშუალოდ 7-8 წუთს ანდომებდნენ პროცედურას, რა 7 წუთზე მეტ დროს. პაციენტები ვინმე 15000 ადამიანი ძირითადად იყო ასიმპტომატური ადამიანი. ანუ არ იფიქროთ, რომ აქ პაციენტი იყო რაღაცა ის ჩივილებით, რაღაცა გასტროჩივილებით და ამ შემდეგ რა. ასიმპტომატური ადამიანი იყო, რომელიც სკრინინგის მიზნით იგეთებდა ზედა ენდოსკოპიას რა. ხო, იაპონიაში სხვა შორის ეს ზედა ენდოსკოპიები და კუჭის კიბოს სკრინინგი ძალიან გავრცელებულია და ეს არ გაგიკვირდეთ, ეს ევროპისგან განსხვავებულია იდეაში იაპონიაში, იმიტომ რომ უფრო აგრესიულად მეთვალყურეობენ კუჭის კიბოს პრეკურსორებს რა და მაგიტომაც არის სხვა შორის ამ კიბოს წინარე მდგომარეობებზე ხარია მის წაკითხვა თუ მოგინდებათ, ძალიან ბევრი დოკუმენტი იქნება ზუსტად აზიურ კვლევებზე დაყრდნობთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვთ, კუჭის კიბო ძალიან გავრცელებულია და მაგიტომ. რა ნახეს ახლა ამ კვლევის ფარგლებში რა? ნახეს, რომ ამ პროცედურის დროის მიხედვით წარმონაქმნების აღმოჩენის სიხშირე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ის ჯგუფი, რომლებიც აგერ 5 წუთზე ნაკლებ დროს ანდომებდა გასტროსკოპიას, სიმსივნეების პაციენტების 0.57%-ში იპოვა სიმსივნე. 13 პაციენტთან 2288-დან. ის ექიმები, რომლებიც 5-დან 7 წუთს ანდომებდნენ პროცედურას, პაციენტების 0.97%-თან იპოვეს სიმსივნე. და ისინი, რომლებიც ნელა აკეთებდნენ პროცედურას, 0.94%-თან იპოვეს სიმსივნე. ანუ ეს ორი მაჩვენებელი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად რა. სიმსივნეები ძირითადად იყო აქ საყლაპავის სიმსივნეები 23%-ში, კუჭის სიმსივნეები 58%, ნახევარზე მეტი იყო მაგათ კუჭის სიმსივნეები, რომლებიც იპოვეს რა. ოღონდ ეს კუჭის სიმსივნეები იყო ძალიან ადრეული სტადიის სიმსივნეები, როდესაც ძლივ შემჩნევადი სიმსივნეები. აქ ახლა ამ საკითხში გაურკვეველი თვალი ალბათ სიმსივნის გაგონებაზე შეიძლება იფიქროს, რა დიდი წარმონაქმნი ეგრევე ჩანს და იყო ზედაწერია სიმსივნე და ყურადღებას იქცევს. ეს ასე არ არის რა. ანუ სიმსივნის რაღაცა
ერთი შეხედვით რთულად სანახავი წარმონაქმნები, რომლებიც სწორი გამოკვლევის შედეგად სიმსივნე შეიძლება დაერქვას, ძირითადად მაგეთ სიმსივნეებზე იყო საუბარი, თორე ასე ხა უხეში და გამორჩენები და ასე გვერდსრო ვერაული მაგეთ წარმონაქმნებზე აქ საუბარი არ იყო რა. ძალიან დაბალ პროცენტში 12 ჯანმრთელობის სიმსივნეებიც იპოვეს. ამით ექიმებმა დაასკვნეს, აი ძალიან სალსახად, რომ ამ 5 წუთზე მეტ დროს ვინცანდო და დაახლოებით ორჯერ მეტი ჰქონდა შანსი, რომ ორჯერ მეტი სიმსივნის ვთქვათ პოვნის შანსები ჰქონდა რა. რაც არ არის ცოტა პროცენტი თუ როცა სიმსივნეებზე ვსაუბრობთ. და თან კაი ამბავისა, რომ განკურნებად და მართვაც სიმსივნეზეა მან საუბარი რა. ძალიან შეცვლის პაციენტის ცხოვრებას, რომ ადრეულ სტადიაზე როცა იპოვი სიმსივნეს. და ამის საფუძველზე ექიმებმა დაასკვნეს მეცნიერებმა, რომ მოდი 5 წუთზე ნაკლებით რო ეხა განსაკუთრებით სკრინინგულ გასტროსკოპიას როცა ჩავატარებთო, განსაკუთრებით მაშინაცო, ხო? ან დიდად მოდი არ მოვანდო 5 წუთზე ნაკლებით რო და რაღაც მინიმუმ 5 წუთი და დღეს 7 წუთი არის იდეაში სხვა დასავლური ორგანიზაციების მიერაც მოწოდებული, რომ აი ამ მინიმუმ 5 წუთი, 7 თუ იქნება თვალ უკეთესი საჭირო არის აი ამ პროცედურის წესიერად ჩატარებისთვის რა. უფრო კარგად დაათვალიერებო, უფრო კარგ ფოტოებს გადაიღებო. აი ამაზე როგორ არ თქვა ხო ორი სიტყვა, რომ ფოტოების გადაღება საქართველოს გასტროსკოპიის დროს რო არ კეთდება, არის ძალიან ცუდი. ვერ ვიტყვი ზოგადად არ კეთდება თქვენ, იმიტომ რომ მაგალითად ბათუმში ვიცი ერთი ენდოსკოპისტი, რომელთანაც თანამშრომლობდა, რომელიც იღებს ფოტოებს იქ რეგიონებში, მინახავს, ზუგდიდშიც მინახავს ერთი ენდოსკოპისტი, რომელიც აქ იღებს ფოტოებს და თან ურთავს, მაგრამ თბილისში მაგალითად მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში რა ფოტოებით და დაფოტოებული ასე ვთქვათ ეს ისინი ენდოსკოპიური კვლევის ჩანაწერები. არ და ეს ცუდია, იმიტომ რომ ხა დისკი და ვიდეო ჩანაწერი შეიძლება დააინტერესოს ექიმს, მაგრამ ვიდეოს დროს ხო ხვდებით, იქ არის ულმენტესი ნაწილი მომზადება და სასურველ შედეგამდე მიღწევა და ხა ეს გასტროენტეროლოგს რაში გვაინტერესებს, გვაინტერესებს თვითონ შედეგი, ერთი კადრი გვაინტერესებს რა, როგორ გამოიყურება ის რაღაც წარმონაქმნი და არსებობს გაიდლაინი, რას უნდა გადავუღოთ ფოტო ასე უაზროდ კი არ უნდა დასკრინოს ყველაფერი რა. არის რაღაცა ანატომიური წერტილები, რომლებიც უეჭველი უნდა აღნუსხოს ექიმმა და იმებს ფოტოები უნდა გადავუღოს რა. მოუწოდებ რა თქმა უნდა ყველას აბსოლუტურად რომ ესენი გადაიღოს, მესმის რომ მოთხოვნა ნაკლები იყო, მესმის რომ გასტროენტეროლოგს არ აინტერესებდა დისკზე რა ეწერა, მაგრამ ნუ ეს იცვლება, ეს ასე აღარ არის და აღარც იქნება მომავალში. ეხლა ბადარა შემაჯამებელი ის რომ გამოვიტანოთ რა აქედან რა, რომ არ ვიჩქაროთ რა, არავითარ შემთხვევაში. აი სიჩქარე, რა ქვია, სიჩქარე და ხლაფორტით ჩატარებული კვლევა არის ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ კვლევები იმის გამო არ უნდა ტარდებოდეს, რომ რაღაცა მოვალეობა მოიხადოს იმან რა, პაციენტს და ექიმმა. კვლევა იმიტომ ტარდება, რომ კითხვებზე პასუხი გავცეთ, რაღაცები ვიპოვოთ, რაღაცები გამოვასწოროთ, ხა ეგ თუ არა, მაშინ რა აზრი აქვს, ხო? მაშინ რომ ჩატარდება კვლევა. არაერთი ისტორია პაციენტის, რომ რაღაცნაირი აი გასწრებეს რა უნდა ანესთეზიის გარეშე ჩავიტარებ, 1 წუთიც არ ჭირდება პროცედურას და მაგალითად გულში ვფიქრობ, რომ 1 წუთამდე 30 წამში რო პროცედურას იტარებს. რა ვიცი, რა ხარისხი იქნება, რომ არ გამოეპარება რომ რამე ექიმს. აქ ინდივიდუალურ ცოდნაში არა რა, სწორად გაიგეთ. ინდივიდუალურ ასე ვთქვათ დონეს არ აქვს მნიშვნელობა ექიმისა, სულ რო გენიოსი იყოს. ძალიან სწრაფად კეთებით რაღაცები უეჭველი გამოეპარება რა. ასე რომ მოდი სწრაფად გაკეთება პროცედურის არღვინა. მithmetes როცა არ გვაქვს ამის არნაირი საფუძველი. გეგმიურ პროცედურაზე მოდის პაციენტი, თავისი ფეხით კლინიკაში და ახლა არის საშუალება რომ ის 3-5 წუთი არ დავამატლოთ და მინიმუმ 5 წუთი, 7 წუთი თქვა უკეთესი ვაკეთოთ. იმიტომ რომ ყურადღებით დათვალიერებას და ყველა რაღაცა blind spot-ი შეემჩნევას ჭირდება როგორც წესი ეს დრო რა. კარგად ვანდებოდეთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა YouTube-ზე, იმიტომ რომ მსგავს ფორმატში კიდევ ბევრ საინტერესო კვლევას მიმოვიხილავთ. კარგად იყავით.